კიდევ ერთხელ მოგესალმებით მაესტროს ახალ ამბებს უყურებთ 3 საათზე და ამავე დროს უსმენთ ტალღაზე FM 94.7 სტუდიაში ხატია ქვათაძე განაგრძობს მუშაობას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ვიქტორია ნულანდს ჟურნალისტებმა 2 თებერვლის პრეს-კონფერენციაზე რამდენიმე შეკითხვა მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრის შესახებ დაუსვეს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრად დარჩენის შესაძლებლობას ეხებოდა. კითხვის ავტორი დაინტერესდა განიხილეს თუ არა ეს საკითხი თეთრ სახლში ან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე. ნულანდმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეერთებული შტატები და საქართველო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის თაობაზე არიან შეთანხმებულები, რაც ქართული სამხედრო რეფორმების დასახმარებლად ამერიკის შეერთებული შტატების პროგრამებზეა დაფუძნებული. ნულანდმა ისიც აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართული სამხედროების მონაწილეობასაც გულისხმობს, რაც მათ ნატოსთან თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა ავღანეთის მისიაში ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან დასძინა ნულანდმა. პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენი სურვილი რომ გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკურ და სხვა საკითხებში. ჩვენ მხარს უჭერთ პოლიტიკური განვითარების გაძლიერებას საარჩევნო სეზონის ჩათვლით, რომელიც მათ წინელით. მაგრამ განიხილეთ თუ არა ეს სპეციფიური საკითხები მასთან. ფიქრობ თეთრმა სახლმა ღიად განაცხადა, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ. დიახ. შეიძლება რადიკალური ვარ, მაგრამ რამდენჯერაც დათმობებზე წავსულ ვარ რეფორმებთან დაკავშირებით ყოველთვის მინანია. ამის შესახებ კი საქართველოს პრეზიდენტმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საქართველოში გატარებულ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რეფორმების გატარებისას შესაძლოა შეცდომებით დაუშვა, მაგრამ საქართველოს რეფორმებამდე და რეფორმების შემდეგ რადიკალურად განსხვავებულია და ამავე დროს მთელი რეგიონის უდიდესი სავაჭრო ჰაბიც გახდა. პრეზიდენტის თქმით, მას რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ ობამასთან, რომელმაც საჯაროდ სატელევიზიო კამერების წინ დაასახელა საქართველოს როგორც მოდელი მთელი რეგიონისათვის დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური წარმატების თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ 10 წლის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მსოფლიო ბანკში მიიწვიეს და მთელი საათის განმავლობაში აკრიტიკებდნენ და მას არავინ დახმარებია. 10 წლის შემდეგ კი ის მივიდა მსოფლიო ბანკში, რათა წარედგინა ის ერთადერთი ქვეყანა, რომლის შესახებაც პირველად ისტორიაში გამოქვეყნდა კვლევა კორუფციის დაძლევის შესახებ. თაბუკაშვილის ქუჩაზე ნაპოვნი საეჭვო ჩანთა ცარიელი აღმოჩნდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, სურაბ გვენეტაძის განმარტებით ადგილზე განაღმეთი სამუშაოების სპეციალისტებმა ჩაატარეს. თაბუკაშვილის ქუჩაზე საეჭვო ჩანთა ამ ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის ეზოში დღეს დილით იპოვეს. შემთხვევასთან დაკავშირებით ბაგა ბაღის თანამშრომლები დაკითხეს. არაფერი ისეთი არ იყო, ნახეთ უბრალოდ დილით. იყო დაგდებული რაღაცა ჩანთა შეკრული და შევატყობინათ პოლიციას. მოვიდა მაშინა 2 წუთში აგაჩნდა პოლიცია, თვითონ გამოიძახეს შესაბამისი სამსახურები. და ნახეს რომ ისეთი არაფერი არ იყო, რაღაცა ნივთი იყო გადმოგდებული. ბომბი არ იყო ეს? არა, ბომბი ნამდვილად არ იყო. ბომბი არ იყო. საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ზურაბ ჟვანიას ხსოვნას პატივით 15-წუთიანი დუმილით მიაგეს. ახალგაზრდები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და ყოფილი პრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებული პირების დასჯა მოითხოვეს. ჩვენ ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა ვაპროტესტებთ ბატონი ზურაბ ჟვანიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეს, რომელიც არ არის ბოლომდე გამოძიებული და ძალიან ბევრი კითხვა არის დარჩენილი, რაც უპასუხოდ არის დარჩენილია. ამით პატივს მივაგებთ ზურაბ ჟვანიას ხსოვნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებაში და კერძოდ ახალგაზრდებში კიდევ არის კითხვები პასუხგაუცემელი და ასევე მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში სადაც პრემიერ-მინისტრის სიცოცხლე არ არის დაცული, როგორ შეიძლება ახალგაზრდებმა ვისაუბროთ საკუთარი სიცოცხლის დაცულობაზე. უკვე 7 წელი გავიდა, რაც პრემიერი არის მოკლული და ჩვენ მოვითხოვთ კატეგორიულად მოხდეს გამოძიება და ყველა იმ დამნაშავე პირის დასჯა. პრემიერ-მინისტრი იყო ქართული საზოგადოების და ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი შემქმნელი და ამ ადამიანების გარდაცვალებას ჩვენ არ შევარჩენთ. გამოძიება ადრე თუ გვიან დაიწყება, მაგრამ ჩვენ დღეს მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ჩატარდეს დაუყოვნებლივ გამოძიება და გამოძიებული იქნას ყველა მონაწილე პირი, რომელსაც დანაშაული მიუწვეს ამ საქმეში და ზურაბ ჟვანიას ხსოვნას მიეგოს სათანადო პატივი.
ზურაბ-ჟვანიას გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით კი განცხადებას დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით საზოგადოების უნდობლობის ხარისხი დღესაც მაღალია. დემოკრატიული მოძრაობის მთავარი საბჭო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს სრული სიმართლე სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და უმაღლესი თანამდებობის პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავ ვუერთდებით მოთხოვნას, რომ მოხდეს გამოძიების მასალების განსაჯაროება, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ნათქვამია განცხადებაში. პარტიაში აღნიშნავენ, რომ ზურაბ-ჟვანიას გარდაცვალებით თანამედროვე ქართულმა პოლიტიკამ დიდი დანაკლისი განიცადა. ყოფილი პრემიერის გარდაცვალებიდან დღეს ზუსტად 7 წელი სრულდება. ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედის 2005 წლის 3 თებერვალს დაიხობა. ოფიციალური ინფორმაციით ის გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამლელი ნახშირ ჟანგის აირსემსხვერპლად, თუმცა საზოგადოების ნაწილს მისი დაღუპვის ამ ვერსიის დღემდე არ სჯერა. ზურაბ-ჟვანია 1973 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. 85 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად მეცნიერების მხარდამჭერით ეკოლოგიური ასოციაცია ჩამოაყალიბა, რომლის ბაზაზეც მოძრაობა საქართველოს მწვანეები შეიქმნა და მის ხელმძღვანელად სწორედ ჟვანია დასახელდა. 1992 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ის ევროპელ მწვანეთა პირველი თანათავმჯდომარე გახდა. 93 წელს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაირჩიეს, თუმცა ეს პოსტი უკვე 2001 წლის ოქტომბერში დატოვა. 2002 წლის ივლისში ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად პარტია გაერთიანებული დემოკრატები ჩამოაყალიბა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ის საქართველოს სახელმწიფო მინისტრად და 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს. ყოფილი პრემიერი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შესulis მსურველ პარტიებს რესპუბლიკელები ბლოკავენ. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი პარტიის დაკომპლექტებაში მონაწილეობენ და ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად გადაწყვეტილება არასდროს მიუღიათ. რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ამის შესახებ პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. შეკითხვები კახა გუგავასა და ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებასაც ეხებოდა იმის შესახებ, რომ რესპუბლიკური პარტია თავისუფალი საქართველოს ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შესვლას ბლოკავს. დავით უსუფაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ შეხვედრით შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოხატა სურვილი საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების და რომ ობამას ადმინისტრაცია საქართველოსთან თანამშრომლობას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც გააგრძელებს. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, მათ შორის იმაზეც თვითონ ბიძინა ივანიშვილის ინტერესდება ხოლმე ჩვენი აზრებით ამა თუ იმ თემაზე, ამა თუ იმ რეგიონზე, ამა თუ იმ პიროვნებაზე, ჯგუფზე, გუნდზე, მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი. რესპუბლიკური პარტია გადაწყვეტილებებს იღებს რესპუბლიკურ პარტიაში წევრების მიღების ან არ მიღების თაობაზე. ეს არის ჩვენი შეთანხმება და სხვანაირად არც შეიძლება იყოს. მე შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ კუკავას საკითხი აი ამ ფორმირების პროცესში მყოფ კოალიციაში შემოსვლის თაობაზე კოალიციაში არ განხილულა, არ დასმულა არც ერთი სუბიექტის მხრიდან, არც ივანიშვილის მხრიდან, არც ჩვენი მხრიდან, არც თავისუფალი დემოკრატების მხრიდან და არც ბატონი კუკავასგან მიგვიღია რაიმე განაცხადი, რომ მინდა თქვენთან ვიყო და გამეცით პასუხიო. ბიძინა ივანიშვილის საკუთარ პარტიას უახლოეს მომავალში წარადგენს. ამის შესახებ კვლავ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი არ პასუხობს შეკითხვას კონკრეტულად როდის იგეგმება ივანიშვილის პარტიის პრეზენტაცია, თუმცა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და შეხვედრებს რეგიონებშიც მართავს. ივანიშვილის მხრიდან რაიმე კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. მე რა თქმა უნდა ვარ საქმის კურსში ამ მოვლენების, ვიცი რომ ბატონი ბიძინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და მისი გეგმები პოლიტიკური პარტიის ფორმირების თვალსაზრისით არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქალაქეობის საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. მე ველი რომ უახლოეს ხანებში უშუალოდ მისგან იქნება ამ თემაზე კონკრეტული განცხადება და საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ, მუშაობა მიდის. მე ვიცი რომ ის იყო რეგიონშიც, ქონდა საუბარი ძალიან ისეთ ვიწრო წრეში ადამიანების. მე არ ვიტყვი ამას და ვერ ვიტყვი ამ წუთში. მინიმუმ 2 რეგიონში იყო ბატონი ბიძინა, ბოლო მას შემდეგ რაც, ბოლო
რა ვიცი, პორტვეში რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი ის რომ ბატონი ბიძინა მხოლოდ ასეთ შეხვედრებს გააგრძელებს რეგიონებში. იქნება სხვა ტიპის შეხვედრებიც სათანადო დროს და სათანადო თემაზე, სათანადო ადგილზე. რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და ბორჯომის დაბრუნების პოლიტიკური დაბრკოლებები არ არსებობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რია ნოვესტისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კარასინის ინფორმაციით გენადი ონიშენკოს უწყებას ქართულმა მწარმოებელმა კომპანიებმა თხოვნით მიმართეს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ონიშენკოს უწყება სერიოზულად სწავლობს შესულ დოკუმენტებს ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შესახებ. შედეგებზე ვერ ვიმსჯელებ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში რუს მომხმარებელთან ღვინისა და ბორჯომის დაბრუნების პოლიტიკურ დაბრკოლებებს ვერ ვხედავ, განაცხადა კარასინმა, რომლის თქმითაც ამ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა ხარისხსა და კონკურენციას აქვს. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალა ჯიოვე საპრეზიდენტო კანდიდატებს მოუწოდებს უარი თქვან 25 მარტისათვის დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობაზე და რესპუბლიკის კანონიერად არჩეულ მეთაურად აღიარონ. ამის შესახებ რია ნოვესტი წერს. არალეგიტიმურ უკანონო არჩევნებში მონაწილეობით, რომელიც 25 მარტისთვის არის დანიშნული, თქვენ საპრეზიდენტო კანდიდატის ხარისხში ახდენთ კანონის უპატივცემულობას აღნიშნულია ჯიოვევას მიმართვაში. ის მიიჩნევს, რომ კანდიდატებმა ამ მძიმე დანაშაულს წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ და საჭიროების შემთხვევაში თავიც უნდა შესწირონ ამ უკანონობას მიმართვაში ჯიოვევა იმასაც აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებისაგან ის ძლიერ ზეწოლას განიცდის. ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის საქმეს კი სასამართლო ამ წუთებში განიხილავს. ადვოკატის ინფორმაციით კახეთის საოლქო პროკურატურამ ნიკოლაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გუშინ მიმართა, თუმცა პროცესი გუშინელის ნაცვლად სწორედ დღეისათვის დაინიშნა, რამდენადაც როგორც სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდებოდა. დაკავებული კი დუმილის უფლებას წინარჩუნებს. ადვოკატის თქმით, ის იარაღის უკანონოდ დარებისათვის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა გიორგი სიბაშვილის განზრახმპრელობის მცდელობას არ აღიარებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლის სოფო ნიკოლაშვილს 7-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის სამართალდამცველებმა 31 იანვარს დააკავეს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა დღესასტუმრო ჰოლიდეი ინში ანგარიში წარმოადგინეს სახელწოდებით 2011 წელს საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი. პრეზენტაციას საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობო წარმომადგენლები, ასევე უფლებადამცველები და ომბუდსმენი ესწრებოდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2011 წელს 75 მშვიდობიანი აქციის მონიტორინგი ჩაატარა და დაადგინა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებები ძირითად შემთხვევებში დაირღვა, პოლიციელებმა კი ძალას გადაამეტეს. ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, პრობლემები როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაშია. კანონმდებლობის დახვეწის შესახებ სახალხო დამცველიც საუბრობს, თუმცა გიორგი ტუღუშის თქმით, კანონმდებლობა არ არის ისეთი პრობლემატური, როგორც პრაქტიკა. ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მხარდაჭერილია და 2011 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე ჩატარებული აქციების მონიტორინგს ასახავს. ჩვენ მოვახდინეთ სისტემატიური მონიტორინგი საქართველოს შეკრების თავისუფლების პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისით. სულ 75 მშვიდობიანი დემონსტრაცია და აქცია იყო, ასე ვთქვათ, შესწავლილი ჩვენი მონიტორების მხრიდან. გამოიკვეთა ის, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები როგორც საკანონმდებლო, ასევე მშვიდობიანი შეკრების თავისუფალი განხორციელების თვალსაზრისით. ამ პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა რამდენიმე სერიოზული დარღვევა, მათ შორის მოხდა სწორედ 26 მაისის ცნობილი მოვლენები, აქ იყო ასევე იანვრის მოვლენები, ვეტერანთა აქციის დარბევა, იყო ასევე მარტში, ასევე მაისში სხვა რამდენიმე დემონსტრაციის დარბევა, რაც მეტყველებს ნათლად იმაზე, რომ სერიოზული პრობლემებია შექმნილი ამ მხრივ საქართველოში. გაკეთებულია რამდენიმე შეფასება, რომელიც უკავშირდება იმ ხარვეზებს, რომლებიც დღემდე რჩება კანონმდებლობაში და მე ვფიქრობ, რომ კანონმდებლობის დახვეწა შეიძლება გაგრძელდეს შემდგომაც იმ კუთხით, რომ მთლიანად მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. გარდა ამისა, ის პრაქტიკული პრობლემები, რომლებიც მე ვიტყოდი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ასახული ანგარიში, რომლებიც უკავშირდებოდა ბოლო წლების განმავლობაში ამ უფლების რეალიზებას. აქ საუბარია როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის და ჯარიმების გამოყენებაზე და ზოგადად სასამართლო სისტემის საქმიანობაზე ამ უფლებასთან მიმართებაში, ასევე იმ აქციებზე, რომლებიც დაშლილი იყო და გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა პოლიციის მიერ.
არასრულწლოვანთა განდრიდებისა და მედიაციის პროგრამაში საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქი ჩაერთო პროექტში ამ დროისათვის 15 ქალაქი არის წარმოდგენილი. უკვე მიმდინარე წლიდან კი კიდევ ერთი შანსი კასპში, მცხეთაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, წყალტუბოში, ბაღდადსა და გარდაბანში მცხოვრებ იმ არასრულწლოვანებს ეძლებათ, რომლებმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული პირველად ჩაიდინეს. განდრიდება სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატივაა. არასრულწლოვანთა განდრიდებისა და მედიაციის პროექტი საქართველოში 2010 წლის 15 ნოემბრიდან მოქმედებს, მიმდინარე წელს კი ის ეტაპობრივად საქართველოს ყველა ქალაქს მოიცავს. ჩვენ წინა წელს პროგრამის შეფასების შედეგად დაპირება მივეცით მოსახლეობას, რომ განრიდების და მედიაციის პროგრამა სხვა და ახალ ქალაქებში გავრცელდებოდა. მოგეხსენებათ, რომ დღემდე განრიდების პროგრამა მოქმედებდა 6 ქალაქში, ეს არის თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და სამტრედია. დღეის მდგომარეობით შეფასებულია განრიდების და მედიაციის პროგრამის შედეგები და მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ განრიდების პროგრამა 9 ახალ ქალაქში გავრცელდეს. განრიდების პროგრამის გავრცელება ჩვენ შესაძლებლობას მოგცემს, რომ კიდევ და კიდევ უფრო მეტ არასრულწლოვანს გაუწიოთ დახმარება ისეთ ბავშვებს, რომლებსაც კანონთან შეექმნათ გარკვეული შინაარსის პრობლემები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობიდან 3 ადამიანი გათავისუფლდა. 4 წლიანი საპატიმრო მსჯავრი ორ დაკავებულს კიდევ ერთს კი 3 წლიანი პატიმრობა მოეხსნა. მათ სახელმწიფოსათვის გადასახადის დაფარვაში ედებოდათ ბრალი. სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად საკანონმდებლო ცვლილება დაედო, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში 2012 წლის 1 თებერვალს შევიდა. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდა კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს ცვლილება შეეხო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218 მოხს. ეს გახლავთ გადასახადის გადახდისათვის თავის არიდება. ამ ცვლილების შესაბამისად დიდ ოდენობად განისაზღვრა გადასახადი 50.000 ლარს ზემოთ, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 100.000 ლარს ზემოთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის შესაბამისად კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრივობას, აქვს უკუძალა, ეს ცვლილება შეეხო იმ პირებს, რომლებიც უკვე მსჯავრდადებულნი არიან 218 მუხლით საქართველოს სისხლის სამართლის კანონით. კომუნიკაციების ეროვნული კომისია არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლის საჩივარს განიხილავს, თუმცა განმარტავს, რომ განცხადების ადრესატი არასწორად არის შერჩეული. არასამთავრობო ორგანიზაცია საკომუნიკაციო კომპანიების იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რომელიც სააბონენტო ნომრებზე 20 და 50 თეთრის დაქვითვას ეხება. კერძო პირებს, რომლებიც თვეში 5 ლარს ანგარიშდით ჩარიცხავენ, 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი 50 თეთრი ყოველთვიურად 112-ის სასარგებლოდ ეჯრებათ. კონსტიტუციის 42 მუხლის თანამშრომლობა გადაწყვიტეს, რომ შეიტანოს საჩივარი საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, ვინაიდან ფიქრობთ, რომ ის თანხები, რომელიც გვექვითება კომუნიკაციების კომპანიებიდან, არის შეუსაბამო და დაუსაბუთებელი. ჩვენი მოთხოვნა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბალანსზე აირიცხოს ის თანხები, რომელიც ჩამოგვეჭრა და ასევე არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა ის, რომ დააკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა კომუნიკაციების კომპანიებს, რათა თანხის დარიცხვა მოხდა შეუსაბამოდ. მიიღო წარმოებაში აღნიშნული საჩივარი, მინდა განმარტო, რომ 112 ნუმერაციის ეროვნული დებულების თანახმად განსაზღვრულია საგანგებო სამსახურისთვის. ამ სამსახურის დებულება მთავრობამ დაამტკიცა და განსაზღვრა წესი, თუ როგორ იმუშავებს ეს სამსახური, რა საფასურად და ასე შემდეგ. ამიტომ მარეგულირებლის ფუნქციას ვერ ვხედავ ამ საქმესთან დაკავშირებით. ლეიბორისტების განცხადებით, თურქეთის სახელმწიფო აჭარის კულტურულ, ეკონომიკურ და რელიგიურ ექსპანსიას ახორციელებს. ამის დასტურად სესო შატბერაშვილი მიწების ქონების ბიზნესის მასობრივ შესყიდვას, თურქულენოვანი სასწავლებლების მიზანმიმართულ გახსნას და ბათუმში თურქეთის სულთნის აბდულ აზიზეის სახელობის მეჩეთის მშენებლობას ასახელებს. ამ მიზეზების გამო ლეიბორისტული პარტია თურქეთის ხელისუფლებას პროტესტს უცხადებს, მის ელჩს კი საპროტესტო წერილს უგზავნის. თურქეთის სახელმწიფო სააკაშვილის მოღალატეობრივი ხელშეწყობით აწარმოებს აჭარის კულტურულ, ეკონომიკურ და რელიგიურ მცოცავ ექსპანსიას, რისი დადასტურებაცაა მიწების, ქონების, ბიზნესის მასობრივი შესყიდვა, თურქულენოვანი სასწავლებლების მიზანმიმართული გახსნა და რაც თავარია, ბათუმში თურქეთის სულთნის აბდულ აზიზიეს სახელობის გრანდიოზული მეჩეთის მშენებლობა. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურის ძეგლები მათ მიერ გამოცხადებულია ბიზანტიურად და შეგნებულად მიყვანილია დანგრევის და განადგურების პირას. თურქეთის ხელისუფლება შეგნებულად საშუალებას არ გვაძლევს
მათი რესტავრაციის და იქ მართლმადიდებლური ღვთისმსახურების აღსრულებისა. ეს არის არაკეთილმეზობლური დამოკიდებულება, უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოებრიობის, მისი კულტურული მემკვიდრეობის და რაც მთავარია, უხეში მცდელობა ჩვენი ტერიტორიების ეკონომიკურ-კულტურული ექსპანსიისა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ და საფრანგეთის პროფკავშირებმა ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელიც სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობას გულისხმობს, მათ შორის არის გაერთიანების მხარდაჭერა დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის საკითხებში, ასევე გამოცდილების გაზიარება, სწავლების, შრომის ბაზრის კვლევის და სხვა სფეროებში დახმარება. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ მიგრანტი მშრომელების უფლებების ეფექტურად დაცვის მიმართულებითაც საფრანგეთის პროფკავშირები საქართველოდან მოუწესრიგებელი დოკუმენტის მქონე მშრომელ მიგრანტებს გაუწევენ დახმარებას, რომელთა ფაქტობრივი მდგომარეობა მათი ლეგალიზების საშუალებას იძლევა. საკმაოდ საინტერესო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი საფრანგეთსა და საქართველოს პროფკავშირებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იაპონიის, სადაც ახლაც გახლავთ ჩვენი წარმომადგენელი, თურქეთის, პოლონეთის სოლიდარნობის შემდგომ ეს გახლავთ ყველაზე, ესე ვთქვათ, ავტორიტეტული ორგანიზაცია, არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელს ევროპაში, CGT ცნობილია თავისი გავლენით, როგორც ფრანგ მოქალაქეებში, ისე ევროპულ სტრუქტურებში, ისე საფრანგეთის პარლამენტში. ის ორიენტირებული იქნება, რომ დაიცვას საქართველოს შრომელთა უფლებები, იცით რომ ქვეყანას აქვს ვალდებულებები და ამ ვალდებულებების იგნორირება მუდმივად ხდება, საქართველოს პროფკავშირის წევრობა, ესე ვთქვათ, იდევნება ამ ქვეყანაში. საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე კი შეზღუდვები თითქმის ფაქტობრივად ყველა ნაწილში არის მოხსნილი, რიკოთის უღელტეხილზე ისევე როგორც გომბორსა და სართი ჭალაში მოძრაობა თავისუფალია. შეეხება მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური, კობისა და სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთებს აქ კვლავ ზვავ საშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არის აკრძალული. თითოეულობისა და ყინვის გამო ამავე გზის არაგვისპირი გუდაურის და კობის სტეფანწმინდის მონაკვეთებზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილებაა შეზღუდული. ფასანაური გუდაურისა და კობის სტეფანწმინდის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით შეიძლება, 2 და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი კვლავ თავისუფალია. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბათუმის მერთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. გაზის ბინებამდე მიყვანა წყლის გამომართავის სამუშაოები, ელექტროძაბვის ხშირი ვარდნა და რესტავრაცია, ასევე დატბორილი სარდაფები და ქუჩები. ეს იმ პრობლემათა ჩამონათვალია, რომლებიც მოქალაქეებმა პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნეს და მათ უკმაყოფილებას საკრებულოში მათი წარმომადგენლის მიმართაც გამოხატეს და გია გაბაიძის საკითხის განხილვა მოითხოვეს. ყველაზე აქტუალური თემა სოციალური მდგომარეობა, ჯანდაცვაზე რთული ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო სადაზღვევო პოლისების მოპოვების საკითხი აღმოჩნდა. ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის შესაძლებლობა უშუალოდ პირდაპირ მოსახლეობისგან მოვისმინოთ ყველა ის პრობლემა, რაც მათ აწუხებს და რაც არსებობს. ხა ბევრი რამე კეთდება ბათუმში ისე როგორც ყველგან და ბათუმში შეიძლება უფრო მეტიც კეთდება, ქალაქი ძალიან ვითარდება, მაგრამ ბუნებრივია ამის პარალელურად რჩება მთელი რიგი პრობლემების და ამიტომ მნიშვნელოვანია და ხელისუფლების ვალდებულებაა პირდაპირ შეხვდეს ხალხს, მოусმინოს ადამიანებს და მაქსიმალურად ვეცადოთ ყველა პრობლემის გადაწყვეტას. ეს ძალიან კარგია. და მე მივესალმები ამ მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებას, რომ ხალხში სისტემატური შეხვედრა ქონდეს ხალხს. პადვალი გასაკეთებელია, სახურავი გადაგვიხუროს, პადიეზები გასაკეთებელია, გაზების შესაყვანია, ჯერ დაგვპირდნენ, რომ ესე იგი არის იაფათო შევიყვანთო გამგებელმა გაბაიძემ, გამგებელმა გია გაბაიძემ დაგვპირდა, ჩვენი გამგებელია, ერთიც არ მოსულა არსად. ამიტომ გული მაქვს მოსულია, ხალხს შეპირდა გადაკვებითო და ახლა არსად არ მოსულა. ბათუმის შეატონში NDI-ის ორგანიზებით ჟურნალისტებისათვის სემინარი მიმდინარეობს. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები პარლამენტის მუშაობის შედეგებს აფასებენ და სამომავლო ინიციატივებსაც განიხილავენ. სემინარი პარლამენტის თავმჯდომარემ და NDI-ის დირექტორმა საქართველოში ლუის ნავარომ გახსნეს. სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან 2 დღეს გასტან. სემინარის მომხსენებლები პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები იქნებიან. NDI-ის ორგანიზებით მსგავსი შეხვედრა წლის განმავლობაში 2 ჯერ ტარდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები, რომლებიც რეგულარულად აშუქებენ პარლამენტის საქმიანობას, პოლიტიკოსების საქმიანობას, იყვნენ ადეკვატურად ინფორმირებული თუ რას ვაკეთებთ პარლამენტში, რატო ვაკეთებთ და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში, რა გეგმები აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. სწორედ ამიტომაც დღევანდელი სემინარი და ამ დღეების განმავლობაში ჟურნალისტები მოისმენენ ამომწურავ ანგარიშს ყველა მიმართულებით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც აქტიური და მნიშვნელოვანია საპარლამენტო საქმიანობაში. მიღებული პრაქტიკა მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში, როდესაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ხდებიან ახლო კარს მიღმა, ღიად და გულახდილად საუბრობენ ყველა იმ საკითხზე, რაც აქტუალურია იმ მომენტისთვის, ან გასული პერიოდის განმავლობაში. ყველა შეკითხვაზე ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხები ჟურნალისტებს. ჩვენგან ვართ უმრავლესობის წარმომადგენლები, ჟურნალისტთა კორპუსი სრულად არის მობილიზებული, ასევე ამ შეხვედრას ესწრებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები NDI-დან.